ფეხბურთში მარტო ვიცოდი რონალდო, სხვა რა. მაგ ნაკრებს თამაშობ უყურე, აი როგორ გავიდით. მაგის მერე ფეხბურთებს უყურებ, მაგის მერე. ფეხბურთს უყურებ, თამაშობ ყოველ დღე. მაგას ვაკეთე. კაი ხარ და ძალიან რა გავიდით? კი. მაგაზე კაი სიხარული რა არის. საერთოდ შემატკივრობდი ძალიან ჩვენს გუნდს. კიდე სოფელში თამაშობ ხოლმე ბურთით. ნუ ეგრა ბურთით თამაში გამოდის არ ვიცი, მაგრამ გამოდის. ეხლა სოფლიოს სასოფლო უყურებ. ესად უყურებ ხოლმე თამაშს? ხო, პარასკა აი შაბათს თუ დაემთხვა მაშინ უყურებ. შაბათს უჩებთან არის ხოლმე. თითქმის. ვაკოს ოცნება იყოს ფეხბურთელი და იყოს მეკარე. ეს რა თქმა უნდა მამარდამაც გამოიწვია მამარდას ამ ესე ვთქვათ აფეთქებამ რომ ვალენსიაში წავიდა და მსოფლიო დონის ვარსკვლავი და მსოფლიო დონის მეკარე გახდა მამარდაშვილი და ყველა ბავშვი გამოიწვია რა თქმა უნდა და მით უმეტეს ვაკოში ძალიან ესე კაფიო იყო რა რომ აი მე მამარდას ისინი მინდა ფორმა მინდა მე ხელთათმანები მინდა და მე მეკარე უნდა ვიყო და ესე ვთქვათ ხო ნუ თან მით უმეტეს ახლა მეც ფეხბურთში ვტრიალებ მწვრთნელი ვარ ბავშვთა ფეხბურთში ვარ უკვე 15 წელია და ვაკომ ეს ძალიან კარგად იცის და ჩემ ფეხბურთელებთან მეგობრობს დადის თამაშებზე ბალეშიკობს ვაკო ყველას თან მისი თანატოლები არიან ჩემი ფეხბურთელები და ასე ვთქვათ ძალიან ემოციურია ფეხბურთის მხრივ რა ძალიან გულშემატკივრობს მადრიდის რეალს და ძალიან გული წყდება რაღაცეებზე რო არ შეუძლია ესე ვთქვათ ჯერჯერობით და იყო პერიოდი რომ ამ წამალზე რომ კაფიოდ დაიწყო საუბარი და ამ აქციების ზუსტად ემოცია იყო ის რომ მითხრა რომ მე რომ წამოვდგებიო უკვე რომ წამოვალ ხოლმეო შენთან მოედანზეო და ნიშნულების დაალაგებაში მოგეხმარები ხოლმე რა და ნუ რა თქმა უნდა ჩემი ემოცია იქ შევიკავე რა და ნუ სახლიდან გავდიოდი ზუსტად მაგ დროს ვარჯიშზე მივდიოდი და გზაში მომაწვადა ვერ ვიკავებდი თავს რა ესე ვთქვათ სრემლებს და ჩემ თავს ვეძახდი რომ აუცილებლად უნდა დავთქეთ ფეხზე რა და იმედი გვაქვს რომ დადგება რა ეს დრო რომ ვაკო ფეხბურთს ვითამაშებს რა